მარხვით აიღვაწე პირველ მთათა ზედა და საცნაურთა მტერთა წყობანი ძალითა ჯვარისათა წარწყმიდან. ყოვლად სანატრელო და კვალად ვნებათა მიმართ მხნედ შეიჭურვე ღირსო მოწამეო დომენტი, მარადის სახსენებელო. დღეს, ახალი სტილით 20 აგვისტოს, საქართველოს 60 მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირსმოწამე დომენტის სპარსს და მის ორ მოწაფეს. წმიდა მოწამე მარინს და ასტერიოს. ღირს ორეს, ღირსმოწამე პოტამიას აკვირველთმოქმედს. წმინდა ღირსმოწამე დომენტი წარმოშობით სპარსი იყო და კარგახნის მანძილზე წინაპართა ცრუ სარწმუნოებას აღიარებდა. მაგრამ უფლის განგებულებით ვინმე ქრისტიანმა უარმა, მას ჯერ კიდევ სიყმაწვილეში უკადაგა ქრისტიანობა და სახარების მადლს აზიარა. რის შემდეგაც ღირსმა მამამ სამშობლოში დარჩენა აღარ ისურვა და მესოპოტამიის სასაზღვრო ქალაქ ნიზიპიას მიაშურა. აქ იგი მალევე მოინათლა და ერთ-ერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. სამწუხაროდ ნეტარი მამის მადლმოსილებამ სავანის მკვიდრთ შური აღუძრა, რის გამოც დომენტი იძულებული გახდა იქაურობა დაეტოვებინა. თეოდოსიპოლში წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერში გადასულიყო და მოღვაწეობა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ნურველის ხელმძღვანელობით გაიგრძელებინა. როდესაც ნურველმა დომენტის საკვირველი ღვაწლი იხილა, იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა. შემდეგ კი მისი მღვდლად დადგენა გადაწყვიტა, მაგრამ წმინდა მამამ თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში ერთ უდაბურ მთაზე განმარტოება ამჯობინა. აქ ნეტარი მამა დიდი ხნის მანძილზე ღიაცის ქვეშ გვალვასა და ყინვაში ცხოვრობდა. საბოლოოდ კი ორ მოწაფესთან ერთად გამოქვაბულში დასახლდა. ღირსმოწამე დომენტის სახელი შორს გავარდა, მასთან მრავალი გაჭირვებული ადამიანი მიდიოდა. მრავალი წარმართი კი ქრისტეს სჯულის აღმსარებელი ხდებოდა. ერთხელ მონასტერს, სადაც წმინდანი და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, სპარსთა წინააღმდეგ საბრძოლოდ მიმავალი იულიანე განდგომილი მიადგა. მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნო მყოფილნი და ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა 363 წელს. ცრემლთა მდინარეთა უდაბნო უქმი მოიმუშაკე და სიღრმით სულისად სულთქმით ასეულად ჩრომანი ნაყოფი ერხვენ და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ მამაო წმიდაო დომენტი, ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.